გაეროში დღეს საქართველოს იუსტიციის მინისტრსაც მოусმენენ ღია მმართველობის კონფერენციაზე პრემიერის გამოსვლის შემდეგ უკვე კონფერენციის მონაწილეებს თია წულუკიანი მიმართავს იუსტიციის მინისტრ ჩავთავ ჩვენ ახლა სწორედ პირდაპირ ეთერში ნიუ-იორკიდან. ქალბატონო თია, მოგესალმებით, გმადლობთ რომ დაგვრთანხმდით ინტერვიუზე. პირველ რიგში კითხავთ ბუნებრივია დღევანდელ ღონისძიებაზე საქართველო არჩეულია ღია მმართველობის პარტნიორობის ორგანიზაციის მმართველ საბჭოში, სადაც ქვეყანას სწორედ თქვენ წარმოადგენთ. დღეს იგეგმება ამ საბჭოს ხდომაზე თქვენი მონაწილეობა, მაინტერესებს რაზე ესაუბრებით ხდომის მონაწილეებს. მოგესალმებით, ჩვენთვის დღეს ძალიან დიდი დღეა საქართველოსთვის და მისი სახელმწიფოსთვის, რადგან ღია მმართველობის პარტნიორობის ინიციატივაში, რომელიც არის ბარაკ ობამას ერთ-ერთი პროექტი მისი ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, ჩვენ საქართველოს 11 ქვეყანას შორის წელს აგვისტოში აგვირჩიეს ამ ორგანიზაციის პარტნიორობის მმართველი საბჭოს წევრებად და დანარჩენ 10 ქვეყანასთან ერთად მომავალი თვეების განმავლობაში მოგვიწევს მონაწილეობა მივიღოთ ამ პარტნიორობის ინიციატივის მართვაში. ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის დღეს ისიც, რომ დღეს ბარაკ ობამასთან ერთად გახსნის ამ ინიციატივის პირველ შეხვედრას ახალი არჩევნების შემდეგ 9 მსოფლიო ლიდერი და ერთ-ერთი არის საქართველოს მთავრობის მეთაური ირაკლი ღარიბაშვილი. ეს რა თქმა უნდა არის არა მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობისათვის ძალიან კაფიო გზავნილი, არამედ ჩვენი თითოეული საჯარო მოხელისათვის, სახელმწიფო სტრუქტურებისათვის და სამოქალაქო საზოგადოებისთვის ძალიან კაფიო გზავნილი მის შესახებ, რომ საქართველოში მშენებლობის პროცესშია თანამედროვე სახელმწიფო, სახეზეა პროგრესი, პროგრესული სვლა იქითკენ, რომ სახელმწიფო ერთის მხრივ და საზოგადოება, სამოქალაქო საზოგადოება მეორეს მხრივ პარტნიორობაში, თანამშრომლობაში იყოს იმისთვის, რომ სახელმწიფო საქმე რაიმე საიდუმლოებებით კი არ იყოს მოცული, არამედ გამჭვირვალე, რომ თამაშის წესები თუ რას აკეთებს საზოგადოება ქვეყნის მართვის პროცესში და თამაშის წესები თუ რას უნდა აკეთებდეს არჩეული ხელისუფლება ქვეყნის პროგრესისთვის იყოს ნათელი და საზოგადოება და პოლიტიკური მმართველი გუნდი ხელი-ხელ ჩაკიდებული მიდიოდეს იმ პროგრესის გზაზე, რომელმაც უნდა საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე როგორც ცივილიზებული და სანდო საერთაშორისო პარტნიორი უნდა გამოიყვანოს. ამ თემებზე იქნება ძირითადად დღეს შესავალი სიტყვები, გამხსნელი სიტყვები, ხოლო ხვალ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახით უკვე მმართველი საბჭოს პირველ სამუშაოს ხდომაში მიიღებს მონაწილეობას. და სწორედ ამ ხვალინდელ გამოსვლაზე მინდა კითხოთ, ანუ რა იქნება ის კონკრეტული ინიციატივები და პროექტები, რომლებსაც კონფერენციის მონაწილეებს გააცნობთ? ჩვენ სულ ახლახანს რამდენიმე კვირის წინ მთავრობაზე დავამტკიცეთ ღია მმართველობის პარტნიორობის მეორე სამოქმედო გეგმა, ზოგიერთი ქვეყანა ჯერ კიდევ პირველ სამოქმედო გეგმაზე მუშაობს. ჩვენ მეორე სამოქმედო გეგმა დავამტკიცეთ, რომელიც 2018 წლის ჩათვლით სხვადასხვა ღონისძიებებს გულისხმობს და აქ ძალიან ბევრი სახელმწიფო სტრუქტურა არის ჩართული, აგრეთვე კერძო სტრუქტურებიც და არასამთავრობო ორგანიზაციებიც. კერძოდ, სულ რამდენიმე მაგალითი რომ მოვიყვანოთ, არა მხოლოდ მართლმსაჯულების გამჭვირვალობა, არამედ ზოგადად სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობა. მაგალითად, პრემიერ-მინისტრს თავის პრიორიტეტად აქვს ქცეული საზოგადოებრივი ცენტრების გახსნა, რადგან სოფლის მოსახლეობა დღეს თბილისისგან განსხვავებით, დიდი ქალაქებისგან განსხვავებით მოწყვეტილია იმ სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის კუთხით, ასე ვთქვათ, მთავარ განვითარების პროცესს, რაც შეიძლება დედაქალაქში მიმდინარეობდეს. ამიტომაც ჩვენ მაგალითად პრემიერთან ერთად ოქტომბრის ბოლოს გავხსნით დუისში, პანკისის ხეობაში ცენტრს, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა 200-მდე მეტსერვისს მიიღებს, სადაც ინტერნეტი იქნება ხელმისაწვდომი. ჩვენ აგრეთვე უზრუნველყოფთ ჩვენი თითოეულ სოფელში, ჩვენი მოსახლისთვის 2018 წლამდე იმას, რომ მთავრობა თუ რას საქმიანობს, როგორ ხარჯავს ფულს, რა რეფორმები მიყავს, ეს შესაძლებელი იყოს მათთვის იხილონ უფრო გამჭვირვალედ. თუ კი რაიმე პრობლემა აქვს და სახელმწიფო სჭირდებათ, სახელმწიფო იყოს ხალხთან ახლოს და ადამიანებს ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობას დღეს განსაკუთრებით მთიან რაიონებში არ ჭირდებოდეს საათობით მგზავრობა, რომ სახელმწიფოზე ხელი მიუწვდებოდეს სერვისებზე და ინფორმაციაზე. ინფორმაცია უნდა იყოს ღია, გამჭვირვალე და ამაში სახელმწიფომ და
არასამთავრობო სექტორმა როგორ უნდა ითანამშრომლონ, ამის მაგალითებს წარმოვადგენთ და დაგეგმილ ასე ვთქვათ აქტივობებს. ერთ-ერთი არის მაგალითად ელექტრონული პეტიციის პროექტი, როდესაც თითოეული მოქალაქე, როცა რაიმე აწუხებს, მთავრობის ვერგვერდზე შეიტანს მოთხოვნას და ექნება საშუალება მიიღოს პასუხი. აგრეთვე ჩვენ იუსტიციის სამინისტრო ვმუშაობთ და ამას წარმოვადგენს სწორედ ჩვენ ხვალ სხვადასხვა აქტივობებს შორის იმაზე, რომ იყოს ღია მონაცემთა პორტალი საქართველოში და ინფორმაციის უმეტესი ნაწილი იყოს პროაქტიულად გამოქვეყნებადი ერთ ადგილას თავმოყრილი და ღია ჩვენი მოქალაქისთვის. ძალიან ბევრი ქვეყანა საწყის ნაბიჯებს დგას, ჩვენ ვართ საკმაოდ წინწაწეული ამ მხრივ, ამიტომაც გვერგო პატივი, რომ 11 ქვეყანასთან ერთად აგვირჩიეს მმართველ საბჭოში. ამ რეფორმებზე და პროგრესზე, ინოვაციებზე ექნება პრემიერს დღეს გამოსვლა, ხოლო ხვალ უკვე მე გავაგრძელებ სამუშაო სხდომაში მონაწილეობას. კაბინეტი ამ კონფერენციაში მონაწილეობის გარდა თქვენ უკვე გამართეთ გაეროში რამდენიმე შეხვედრა. მე მაინტერესებს თუ იყო კოლეგების მხრიდან თქვენ მიმართ დასმული შეკითხვები ყოფილ მაღალჩინოსნებთან დაკავშირებულ რეზონანსულ საქმეებზე, მათ შორის ექს-პრეზიდენტზე, რომლის მიმართ ერთდროულად რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ნიუ-იორკში მე რაც კი შეხვედრები მქონდა, არც ერთ ამ შეხვედრაზე არ დასმულა საკითხი რაიმე ტიპის სისხლის სამართლებრივი დევნის თემაზე, ვის წინააღმდეგაც არ უნდა იყოს ეს მიმართული, ჩვენ ძირითადად საუბრობთ ყოველთვის მომავალზე, პროგრესზე და იმ რეფორმებზე, რომელსაც სათავეში უდგას საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა და სამართლებრივ სფეროში იუსტიციის სამინისტრო. საუბრის დასასრულს აუცილებლად უნდა კითხოთ Foreign Policy-ის იმ პუბლიკაციაზე, რომლის დაბეჭდვა დაემთხვა გაეროში თქვენს ვიზიტს. გულისხმობ იმ სტატიას, რომლის მიხედვით თითქოს საქართველოს შესთავაზა ამერიკას, რომ სირიელი მეამბოხებისთვის საწვრთნელი ცენტრი გახსნა საქართველოში. მე მესმის, რომ ეს თქვენი უწყების პირდაპირი კომპეტენცია არ არის, მაგრამ როგორც მთავრობის წევრს მინდა კითხოთ, გაქვთ თუ არა ინფორმაცია, დაწყებულია თუ არა ზოგადად მინისტრთა კაბინეტში ამ საკითხზე მსჯელობა, თუ რა ფორმით შეიძლება ჩაერთოს ქართული მხარე ანტიტერორისტულ კოალიციაში. საქართველოს მთავრობაში, როგორც გუშინ შესაბამისმა კომპეტენტურმა უწყებებმა და საქართველოს ელჩმა ამერიკის შეერთებულ შტატებში გააკეთა განცხადება, საქართველოს მთავრობაში არ მიმდინარეობს მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ რაიმე ტიპის სამხედრო მონაწილეობა საქართველოს მიიღოს კოალიციის ოპერაციებში. ამაზე მსჯელობა არ მიმდინარეობს, თუმცა ნათელი არის საქართველოს მთავრობის მესიჯი, რომ ყველანაირი ექსტრემიზმი, ტერორიზმი და რადიკალიზმი ჩვენ ამას ვგმობთ და ის მხარდაჭერის ტიპი, რომელიც საქართველოს მთავრობამ შეიძლება კოალიციას აღმოუჩინოს, პირველ რიგში ჰუმანიტარული და მხარდაჭერა, რა თქმა უნდა, იქნება განსჯის საგანი, მაგრამ ეს არამც და არამც არ ეხება რაიმე ტიპის სამხედრო მოქმედებებს. ძალიან დიდი მადლობა. ნიუ-იორკიდან პირდაპირ ეთერში ჩვენ შეკითხებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი თია წულუკიანი პასუხობდა.